საქართველოშია მთავარი საინფორმაციო გამოშვება გურან და დოლიძესთან ერთად გამარჯობა. რაც გააკეთა ალასანიამ ჩემთვის პირადად 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების ღალატია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. მისი შეფასებით ეს არის ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა, რაც ქვეყნის ინტერესს აზიანებს. მოსახლეობაც მოუწოდა, რომ დამშვიდნენ, არაფერი არ მოხდება, არც არაფერი არ ხდება რეალურად. სამი ავანტიურისტი, ერთი ავანტიურისტი და უჯგო მინისტრი ამბიციური ჩამოშორდა და მეცუდი ზარფერი არ მოხდა. მე დაგვი გავიხსენო, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ღიად ლობირებდა და მფარველობდა ნაციონალებს, იყო ირაკლი ალასანია. დაწყებული იგი უგულავათი, ბოკერიათი, ასე რომ ჩემში ყველა კითხვა არის ამოხსნილი. იგივე მისი განცხადება ორი დღის წინ, რომ ის აპირებს ყველასთან ითანამშრომლოს, ყველა პროევროპულ ძალებთან, მათ შორის ნაციონალებთან. რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი თვითლუსტრირება. მაგრამ მოსახლეობა კიდევ მეორე ძალიან ბევრ ამას გაიგებს, ძალიან ბევრ სიურპრიზს გაიგებს. და ეს შემარცხვენელი მისთვის პირადად. საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიუხედავად ქვეყნის განვითარების კურსი და მთავრობის პოლიტიკა უცვლელი რჩება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუ რაიმე პრობლემა შეექმნა ამ კურსის აღსრულებას, ეს არის მინისტრების გადადგომა. მინდა გამოთქვა სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ მათთან ერთად კოალიცია ქართულ ოცნებას, მთავრობას და პარლამენტს აღარ მოუწევს საქმიანობა. ჩვენ ამ მინისტრებთან ერთად დავამტკიცებთ მთავრობა და ქონდა მათი იმედი. გვინდოდა ბოლომდე ემსახურათ ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის. ვისურვებდი, რომ ეს მოვლენები ასე ფორცირებულად არ განვითარებულიყო, აღნიშნა უსუფაშვილმა. მე რჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესის ყველა ძირითადი მონაწილე ნებით თუ უნებლიეთ ზედმეტად აჩქარდა და ამიტომ შეიქმნა ის პრობლემები, რაზეც დღეს ჩვენ საუბრობთ. საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია ის, რომ ჩვენმა კოლეგებმა თავისუფლებმა დემოკრატებმა გადაწყვიტეს უმრავლესობიდან გასვლა. მე მინდა თავისუფალ დემოკრატებს, მის თითოეულ წევრს მოვახსენო მადლობა იმისთვის, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთად ვიბრძოდით. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ სამართალდამცავი სისტემა, მათ შორის პროკურატურა, იყოს დაცული პოლიტიკური გავლენებისგან ან პოლიტიკურ ეპიცენტრში აღმოჩენისგან. ამ კონკრეტულ მოვლენათა განვითარების ჯაჭვში ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს თხოვნით მიმართავს უახლოესი პლენარული სხდომების დღის წესრიგში პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვა გაითვალისწინოს. შესაბამისი თხოვნა ოფიციალური წერილობითი ფორმით ადმინისტრაციისგან პარლამენტს გაეგზავნება. როგორც ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხელაძემ განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციის 73 მუხლის მეოთხე პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს. თავისუფალი დემოკრატების ყრილობა საქართველოში ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი იქნება, განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, პოლიტიკაში ხალხის საზოგადოების წარმომადგენლების ღირებულებების ირგვლივ დაჯგუფება დაიწყება და არა ვიღაცის წინააღმდეგ. ირაკლი ალასანიამ სურვილებს ყრილობაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ გეგმებს ვერავინ შეაჩერებს. თავისუფალი დემოკრატები 8 ნოემბერს პარტიის ყრილობას მართავენ. ათომის საკრებულოში ფრაქციამ თავისუფალი დემოკრატები კოალიცია ქართული ოცნება დატოვა. ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარტიის წევრებმა გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. ყობაჩხეიძის განცხადებით, ხელისუფლებას პოლიტიკაში თავისუფალი დემოკრატები არ სჭირდება, ამიტომ პოლიტიკურ მოღვაწეობას დამოუკიდებელი ფრაქციის სახელით განაგრძობენ. თავისუფალი დემოკრატების გამოკლებით კოალიცია ქართულ ოცნებას ბათუმის საკრებულოში დღეიდან 2 რესპუბლიკელებისა და საკუთრივ პარტია ქართული ოცნების ფრაქციები წარმოადგენენ. ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, რომლებიც ბოლო პერიოდში განვითარდა, აჩვენა, რომ ხელისუფლებას რატომღაც აღარ ჭირდება თავისუფალი დემოკრატების მონაწილეობა და ამიტომ ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ მომხდარიყო დაძაბულობის შეტანა კოალიციის შიგნით და ეს როგორც გაცხადდა ჩემი პარტიის ლიდერების მხრიდან, ეს იყო პროკურატურის კონვეიერულად დაწყებული გამოძიების საქმეები. ამის გამო არაერთი მოწოდება გავრცელდა კოალიციის მიმართ, რომ დამსწარიყვენ და საუბრის რეჟიმზე გადასულიყვნენ, რომ გაერკვიათ თუ რასთან ჰქონდა საქმე ჩემმა პარტიამ თავისუფალმა დემოკრატებმა მიიღეს გადაწყვეტილება კოალიციური რეჟიმიდან გამოსულიყვნენ
და შესაბამისად ქართული საკრებულოში პარტია თავისუფალი დემოკრატები და ფრაქცია გამოვიდა ამ კოალიციის რეჟიმიდან და ვაგრძელებს თვითყოფადად მუშაობის პროცესს. მე ვიცი ერთი რამ, რომ თავისუფალი დემოკრატები კოალიციის წევრი აღარ არის, რაც შეეხება კოალიციის შემადგენელს, ეს უკვე ყოფილი პარტნიორების გადასაწყვეტია, რა სიზამის დაშლია თუ არ დაშლია. განცხადება შუახების საკრებულოს წევრმა არმაზ ბახტაძემაც გააკეთა. ის საკრებულოში ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები კონსერვატორების თავმჯდომარეა. ბახტაძე ფრაქციის დაშლას ვარაუდობს, თუ ეს არ მოხდა, ის ფრაქცია საკუთარი ინიციატივით დატოვებს. თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი მზადაა საკრებულოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობს, ვინც მუნიციპალიტეტის არსებული პრობლემების მოგვარებით რეალურად არის დაინტერესებული. ფრაქციის დაშლის შემდეგ საკრებულოში 4 ფრაქცია დარჩება. უმრავლესობის 17 წევრიან შემადგენლობას 3 დეპუტატი გამოაკლდება. გადაწყვეტილების მისაღებად კი 13 ხმაა საჭირო. კოალიციაში ყოფნა ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, აცხადებს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების საჭირო ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან ღლონტი. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამბობს, რომ ფრაქცია ერთიანია და ისინი პოლიტიკურ მოღვაწეობას ოპოზიციურად გააგრძელებენ. სულხან ღლონტი ნაციონალურ მოძრაობასთან პოლიტიკურ ალიანსს გამორიცხავს. დეპუტატის განცხადებით კოალიციაში არის ძალა, რომელთანაც სამომავლო პარტნიორობა შესაძლებელია, თუმცა მსჯელობა ამ საკითხზე ჯერ არ ყოფილა. ათუმის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე სხვა პარტიებიდან თავისუფალი დემოკრატების პოზიციის გაზიარებას არ ელოდება. თამას თურმანიძე თვლის, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საკრებულოში გადაწყვეტილებებზე გავლენას არ მოახდენს. ამით გამოწვეულ ცვლილებებს არ ელოდება ის არც აჯარის მთავრობაში. თამას თურმანიძის განმარტებით კონსულტაციები იგეგმება ორშაბათისთვის დაგეგმილ საკრებულოს ხდომაზე, ამ საკითხზეც იმსჯელებენ. თავისუფალი დემოკრატების განცხადებები გულდასაწყვეტი მთავრობის ხელმძღვანელობის რეაგირება კი მოსალოდნელი და ადეკვატური იყო. ასე გამოეხმაურა დედაქალაქში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ავთელდიბერიძის განცხადებით თავისუფალი დემოკრატების განცხადება ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით უადგილო იყო და საქართველოს ხელისუფლება სწორი კურსით მიდის. რაც შეეხება თავისუფალი დემოკრატების გადაწყვეტილებებს და მთავრობის ხელმძღვანელის რეაგირება სრულიად ადეკვატური იყო და მოსალოდნელი იყო. მათი გადაწყვეტილება კი იყო ჩემთვის პირადად ძალიან გულდასაწყვეტი. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ დემოკრატებში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი იყო და დღესაც არის, მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მიეღოთ. ხედველობაში მაქვს გარკვეული მათი განცხადებები, რომელმაც ძალიან დიდი გაღიზიანება გამოიწვია ადამიანებში, მათ შორის ჩემშიც. ანუ მეც, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, შევირაცხე იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თითქოს და ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ კურსს და სხვათა შორის, როდესაც რამდენჯერმე ითქვა, რომ ეს განისაზღვრა თითქოს და ევროპული კურსი, აგერ ახლახან კი არ განსაზღვრულა, არამედ თავის დროზე საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი და რეფერენდუმზე განისაზღვრა საქართველოს ევროპული კურსი. ასე რომ, ამას ვერავინ და ვერასოდეს ვერ შეცვლის. ყოველ შემთხვევაში თვალსაჩინო მომავალში ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ და ამიტომ მათი ასეთი მინიშნებები აქეთკენ სრულიად უადგილო იყო. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების კურსი არის სწორი, მართალი, საქართველოსათვის ყველაფერი კეთდება. ქვეყნის ძლიერებისათვის, ქვეყნის წითლისათვის, ქვეყნის ევროპულ გზაზე მყარად დგომისა და მომავალში იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რითაც ჩვენ კიდევ უფრო დაუახლოვდებით და კიდევ უფრო შევერწყმით ევროპას. პარლამენტში უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში იშლება უმცირესობაც, რადგან უმცირესობა მხოლოდ უმრავლესობის ფორმირების შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს. საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა ფრაქციათა ჯგუფში ან დამოუკიდებელ დეპუტატთა სახით ერთიანდება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ პარლამენტის სულ მცირე 76 წევრი. ფრაქცია ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების უმრავლესობიდან სრული შემადგენლობით გასვლის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა იშლება და ავტომატურად იშლება უმცირესობას. თუ კი ქართული ოცნება უმრავლესობის შენარჩუნებას ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების ცალკეული წევრების მათ რიგებში დარჩენაზე დაყოლიების ან ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ მაჟორიტარებთან გაერთიანების გზით შეძლებს, ასეთ შემთხვევაში შენარჩუნდება უმცირესობაც და ის შენარჩუნდება ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის სახით, რადგან თავისუფალ დემოკრატებს დღევანდელი მოცემულობით ახალი უმცირესობის შექმნის რესურსი არ გააჩნიათ. პარლამენტში მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში ახალი უმცირესობის შესაქმნელად სულ მცირე 38 დეპუტატის ერთობა იქნება საჭირო. თავისუფალმა დემოკრატებმა ამ საქმეში პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთან რომ წინ თანამშრომლონ, მათი საერთო რესურსი ახალი უმცირესობის შესაქმნელად საკმარისი არ იქნება. ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში 51 დეპუტატს აერთიანებს, თავისუფალი დემოკრატების და დამოუკიდებელი დეპუტატების მაქსიმალური რაოდენობა კი 26 კაცია.
ბათუმის საკრებულოში მმართველ გუნდს 14 წევრი ჰყავს, ხოლო ოპოზიციას 9, მათგან ფრაქციები თავისუფალი დემოკრატები, ახალი ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა 3 წევრითაა წარმოდგენილი. ჯამში ბათუმის საკრებულოში 9 ოპოზიციონერი დეპუტატია. ქობულეთის საკრებულოში კოალიცია 21 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ხოლო ოპოზიცია 14. ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრია 2. ამდენივე დეპუტატია ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციიდან, ხოლო ნაციონალური მოძრაობიდან 7. 4 წევრითაა წარმოდგენილი პატრიოტთა ალიანსი, 1 კი დამოუკიდებელი დეპუტატია. ხელვაჩაურის საკრებულოში უმრავლესობა 16 წევრისგან შედგება, მათ შორისაა თავისუფალი დემოკრატების 2 წარმომადგენელი, ხოლო უმცირესობაში 10 დეპუტატია. უმრავლესობის 15 წევრია ხულოს საკრებულოში, მათ შორის 3 თავისუფალი დემოკრატების წევრი, 25 წევრიან წარმომადგენლობით ორგანოში უმცირესობას 10 დეპუტატი ჰყავს. შუახევის 23 წევრიან საკრებულოში კოალიცია ქართულ ოცნებას 16 წევრი ჰყავს, მათ შორის 1 თავისუფალი დემოკრატების წევრია, ხოლო 7 დეპუტატი უმცირესობაშია. ქედის საკრებულოში სულ 24 დეპუტატია, აქედან უმრავლესობაში 15, მათ შორისაა თავისუფალი დემოკრატების 1 წევრი, 2 დამოუკიდებელი დეპუტატია, ხოლო 7 უმცირესობას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს. შეერთებული შტატების შეშფოთებით აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრ ალასანიასა და მისი მოადგილეების დათხოვნას, რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პეტრიაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძის გადადგომა მოჰყვა. ჩვენ დიდად ვაფასებდით სამუშაოს, რომელიც ამ მინისტრებმა თავიანთი ქვეყნის სამსახურში და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისას გასწიეს. მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადადგას ნაბიჯები, რათა გააქარწყლოს აღქმა, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის და გვიჩვენოს, რომ ის საერთო დემოკრატიული ღირებულებების ერთგული აღნიშნულია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში. ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელმოწერას უწოდებთ ჩვენს დაბრუნებას დიდ ევროპულ ოჯახში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა CNN-ზე ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს სწრაფვა არ წარმოადგენს ნაბიჯს ვინმე წინააღმდეგ რუსეთის ჩათვლით. მე ვფიქრობ, რუსეთის ინტერესად შეადგენს, რომ ჰქონდეს მშვიდობიანი სიტუაცია, მშვიდობა და სტაბილური სიტუაცია სამეზობლოში, განაცხადა პრემიერმა. განვაგრძობთ გამოშვებას. მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის 85%-ს ელექტროენერგია ამ დროისთვის უკვე მიეწოდება, აცხადებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ბესიკ ბაუჩაძის თქმით, მეწყერის სოფელ გორგაძეებში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოწვა. საგზაო დეპარტამენტის ბრიგადები უკვე მუშაობენ. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით დაზიანებული ელექტროსადენების შედეგად დეკანაშვილების თემში ერთ-ერთი ოჯახის დამხმარე ნაგებობა ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ არის. მეხანძრეებმა ცეცხლის დროული ლოკალიზება მოახდინეს, რაც შეეხება შიდა სასოფლო და ცენტრამდე მისასვლელ გზებს, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით გზებს დილიდან წმენდნენ. ამიტომა გამოიდარა აღართავს შესაბამისად დაცემის სამუშაოები კიბეგზელება, სადღაც დარჩა 10-15 სოფელში მისასვლელი გზის გაწმენდის სამუშაოები და ისიც ბოლომდე დასრულდება. მეტრიული პროცესები მხოლოდ ერთ ადგილას გვაქვს სოფელი გორგაძეები, სადაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გზაზე ჩამოწვა ზავი, დაიწყება მისი გაწმენდის სამუშაოები. ჰქონდა ერთი ხანძარი და დამხმარე ნაგებობას კურაშვილების თემში მოხდა ხანძრის ლოკალიზაცია. ამ ეტაპზე სხვა გართულებები არ გვაქვს. გუშინ საღამოს აღდგა მიწოდება, ფაქტობრივად დღის გამარჯვებით სადღაც 85% დაფრთხულია აბონემენტებში. არის პატარ-პატარა ხარვეზები, იმასაც დღეს აღადგენენ როგორც თემას ინფორმაცია. მთავრობის კანცელარიასა და ქართული ოცნების ოფისთან ეკომიგრანტთა აქციებს უშედეგოდ არ ჩაუვლიათ, აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. აჭარიდან წალკაში ჩასახლებულება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისგან დაპირება მიიღეს, რომ ზამთრის პერიოდში გამოსახლების პროცესი შეჩერდება. თამაზ ბაკურიძის განცხადებით, კომისია შეიქმნება, რომელიც სიტუაციას ადგილზე შეისწავლის. წალკაში ჩასახლებულები ხელისუფლებისგან ალტერნატიული ფართებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გამოყოფას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. ისინი აცხადებენ, რომ პირობებში უწევთ ცხოვრება, არ აქვს სასმელი წყალი და მიწის ნაკვეთები. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაგეგმილი იყო აქცია, რომელშიც 2000 ეკომიგრანტი მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო დედაქალაქში მხოლოდ 100 კაციანი წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩავიდა. მივიღეთ პირობა, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ახლა პრინციპში დგას, წალკაში ეს არის გამოსახლება ზამთრის პერიოდში იქნება შეჩერებული, მანამდე არ შეიქმნება კომისია და შექმნა უშინე გადაწყვეტა რამოდენიმე დღეში პირადად ჩავატოვითა და განსახლების მინისტრი წალკაში და ადგილზე გაეცნობა ვითარებას და მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ არამხოლოდ არ მოხდეს კომისიის შემადგენლობა მუნიციპალიტეტის გამგებლის მონაწილეობით, ვინაიდან აბსოლუტური
მადლობას ვუცხადებენ გამგებელს. დღეს საპროტესტო აქცია მესხეთის ქუჩაზე გაიმართა. იმ მეწარმეები მეორად საქონელზე ფას მაჩვენებლის განთავსების მოთხოვნას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ თუ საქონელზე ფას არ მიაწერენ, დაჯერიმდებიან. მოვაჭრეების განცხადებით, საქონელზე ფასის სტიკერის დადება ადგილის სიმცირის გამო შეუძლებელია. შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ მეწარმე ვალდებულია საქონელზე ფას მაჩვენებელი დაფიქსირებული ქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეწარმე 10 ლარით დაჯერიმდება. ბათუმში გორგასლისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე სკვერი დღეიდან ნუგზარ ჯაფარიძის სახელობისაა. ცნობილი ჟურნალისტი წლების მანძილზე გაზეთების აჭარა და აღორძინება მთავარი რედაქტორი იყო. ღონისძიებას უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები, ცნობილი ბათუმელი პოეტები და ჟურნალისტის მეგობრები. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მართა მილბერიძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა ნუგზარ ჯაფარიძის მოღვაწეობა გაიხსენეს. ნუგზარი ერთი გამორჩეული ქართველი გამორჩეული ბათუმელი ადამიანი იყო და ბათუმელების წარმოჩენა ზოგადად მე ყოველთვის მიხარია, მათ შორის ნუგზარ ჯაფარიძისა, რომელიც ბათუმისათვის თავდადებული ადამიანი იყო, შესაბამისად ყველაფერს აკეთებდა იგი ქალაქისათვის, ამ ქალაქის ცხოვრებით ცხოვრობდა და სრულიად ღირსეულად იქნება მისი ღვაწლი წარმოჩენილი და მომავალშიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომელსაც ბევრი გაუკეთებიათ. ხსოვნის უტაკუბა პროცესი ძალიან სასიამოვნო და მისაღებია ჩვენი საზოგადოებაზე. შეიძლება ახალგაზრდა თაობა კარგად არ ახსოვს ბატონ ნუგზარი, მაგრამ ჩემი თაობის ალბათ ცოტა ახალგაზრდებს კი ახსოვს ნუგზარ ჯაფარიძე, როგორც ძალიან აქტიური პიროვნება, როგორც პუბლიცისტი, როგორც ჟურნალისტი და რომ შევაჯამოთ ბატონო არ ყოფილა მოვლენა ჩვენი ქალაქი, ჩვენი ცხოვრებაში, რომ ბატონს თავისი აზრი არ გამოითქვას და ამენად მისი სახლის უკავს საფუძვლად სკვერის არსებობა ბათუმში ჩვენთვის არის კარგი პილისკობისა, თუ რასაკრულია პატრიცემარი მისი ცხოვრების და მოღვაწეობის. დღესვე ნუგზარ ჯაფარიძის წიგნის მოგზაურობა ბათუმში მესამე ტომის პრეზენტაციაც გაიმართა. ცნობილი ბათუმელი საზოგადო მოღვაწე შვილი ზაალ ჯაფარიძე ამბობს, რომ წიგნში ბათუმური ყოფა ასევე ქალაქის ქუჩები აღწერილი. ნუგზარ ჯაფარიძე 2009 წელს გარდაიცვალა. ძალიან სასიამოვნო იყო ინფორმაცია ჯერ გავიგეთ საკრებულომ გამოიტანა გადაწყვეტილება სკვერიზე სახელის დარქმევასთან დაკავშირებით. მეორეც დღეს მოგზაურობა ბათუმის მესამე ნაწილის პრეზენტაციაც გახავთ. სკვერი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისტორიულად დარჩება და სახელი უფრო იქნება ცნობილი ხალხისთვის. წიგნი ძალიან ბევრ სასიამოვნოს უთავაზობს კითხვისთვის. კიდევ ერთხელ შემოატარებს ნუგზარ ჯაფარიძე ბათუმში ყველა წვირმა ქუჩაშიც კი რა ხდებოდა ძალიან თბილად და კარგად არის აღწერილი მოგზაურობა ბათუმში მესამე ნაწილშიც, როგორც პირველში და მეორეში. ართვინის რაიონის სოფელ დუზელნიდან გუშინ მშობიარე ქალი რიანო მობილით ბათუმის სამშობიაროში გადმოიყვანეს. ექიმებმა 26 წლის ფერიდე ბალჯის გადაყვანა თურქეთის საავადმყოფოში ლითოლობის გამო ვერ შეძლეს. მშობიარე ქალის მეუღლის თქმით, ისინი რიანო მობილს მაჭახლის ხეობის საზღვართან თურქეთის მხარეს დახვდნენ. ამჟამად ქალისა და ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, დღესვე ახალშობილი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს. და ბოლო სპორტი. ამ დღეებში სტამბოლმა რესპუბლიკის თასის გათამაშების სახელწოდებით ახალგაზრდა მოჭიდავეთა დიდ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. საქართველოს სპორტულ ღირსებას 11 წევრიანი დელეგაცია ისავდა, რომლის უმრავლესობას აჭარის საჭიდაო სკოლის აღსაზრდელები შეადგენდნენ. ჩვენმა თანამემამულეებმა ძლიერ თანატოლებთან პაექრობაში 4 ოქროსა და 1 ვერცხლის медаლი დაისაკუთრეს. თავიანთ სწორედ კატეგორიებში მთავარი პრიზების მფლობელები გახდნენ ბათუმელები ირაკლი შავაძე, გელა ბოლქვაძე, თბილისელი ნიკოლოზ კახელაშვილი და ქუთაისელი ზვიად პატარი. სენაკელმა ბაკურ გოგოლმა მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა დაათმო და ვერცხლის медаლს დასჯერდა. აცხადებს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გელა ჯანელიც. ეს არის სეზონის დამხურავი, ეგრეთ ვთქვათ, ეს ახალგაზრდებს შორის ვამბობ რა, ახალგაზრდებს შორის ტურნირი, რომელიც შეჯამდა დადებითად და მე მაგალითად მაყოფილი ვარ ამ შედეგით. 4 ჩემპიონი, 1 მეორე ადგილი, ამას თურქეთი იმხელა გუნდი არის ხო და გუნდური პირველი ადგილი აიღო თურქეთმა, ჩვენ მეორე ადგილი აიღეთ, იმათ ჩემპიონი არ გახდომია, ჩვენ 4 ჩემპიონი გავიხდა. მაგრამ ჩვენ ზონაში არ ყავდა ორ ზონაში ხალხი და ეს იყო ჩვენი მინუსი, რომ 0 დაგვეწერა იმ ზონის კატეგორიებში. ეხლა მზადებას ვისწრებთ მომავალი სეზონისათვის, უბრალოდ საქართველოს ჩემპიონატი ტარდება ხოლმე 19-21 დეკემბერს, სადაც მონაწილეობას ვიღებთ მთელი შემადგენლობის ჯეჯები, ბიჭები კარგად არიან და ნახოთ როგორ ღმერთით ყველაფერი კარგად წავიდოდეს.
ყოველთა მწუხარეთა სიხარული ასე ქვია ხატს, რომელიც პატრიარქის კუთხებით აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად დაიწერა. ხატის მოლოცვის საშუალება მრევლს ჯერ ფოთის საკათედრო ტაძარში, შემდეგ ქობულეთში, დღეიდან კი ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში 2 კვირის განმავლობაში აქვს. ხატი აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის 1 წლის წინ დაიწერა. ტაძარში მომლოცველთა შორის დღეს სწორედ ნევნილი მოსახლეობა ჭარბობდა. ხატის სხვადასხვა ქალაქში დაბრძანების ინიციატორი და ორგანიზატორი აფხაზეთის მთავრობაა. ბათუმის საკათედრო ტაძარში პარაკლის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. ბათუმის შემდეგ ყოველთა მწუხარეთა სიხარულის წამბრძანება საქართველოს სხვა კუთხეშიც იგეგმება. თქვენ მოისმინეთ მთავარი გამოშვება გურამ და დოლიძესთან ერთად დროებით.